ამერიკაში იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ცემაკა ბოჭორიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ მაღალი დონის შეხვედრას დაესწრო, რომელიც ქალთა მეოთხე მსოფლიო კონფერენციის 30 წლის თავს მიეძღვნა. მინისტრმა შეხვედრაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ჩვენი ქვეყანა კვლავ სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, მათ შორის რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმდინარე ოკუპაციის გამო. სიტყვით გამოსვლისას ბოჭორიშვილმა ქალთა უფლებების დაცვაზე გაამახვილა ყურადღება და კონფლიქტურ ზონებში ქალების მძიმე მდგომარეობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, ჩვენი ქვეყნისთვის ქალთა უფლებების მიმართულებით წინსვლა დემოკრატიული განვითარების ძირითადი ნაწილია. ამასთან სიტყვით გამოსვლისას მაკა ბოჭორიშვილმა აქცენტი გააკეთა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასა და ამავე კონტექსტში ქალი მეწარმეების მხარდაჭერისა და ფინანსური დახმარების მექანიზმებზე. At the same time, we have made real strides towards building a more equal and inclusive საქართველოსთვის ქალთა უფლებების მიმართულებით წინსვლა არა მხოლოდ მორალური მოცემულობა, არამედ ქვაკუთხედი გაძლიერების, ინკლუზიურობისა და თანასწორობის დღის წესრიგის გასაგრძელებლად. საქართველოსთვის ქალთა უფლებების წინსვლა არა მხოლოდ მორალური მოცემულობა, არამედ ჩვენი დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედი. გასულ წელს ჩვენ წარვადგინეთ პეკინი +30-ის ეროვნული დონის მიმოხილვა, რითაც კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მტკიცე ერთგულება გლობალური პროცესის მიმართ. თქვენო აღმატებულებებო, მშვიდობის გარეშე ადამიანის უფლებების დაცვა და ხელშეწყობა ყოველთვის რისკის ქვეშაა. ქალები და გოგონები არაპროპორციულად ზარალდებიან კონფლიქტით ძალადობის, პასუხისმგებლობის შეზღუდვისა და ეკონომიკური სიდუხჭირის გამო. სამწუხაროდ, ჩემი ქვეყანაც არ არის დაცული. საქართველოს კვლავ სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე დგას, მათ შორის რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმდინარე ოკუპაციის გამო. იქ მცხოვრები ქალები საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის გამო თავიანთი უფლებების დარღვევის წინაშე დგანან. ამ გამოწვევების მიუხედავად საქართველოს მტკიცედ ერთგული რჩება ქალების მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელებისა და ყველა დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალების მნიშვნელოვანი მონაწილეობის უზრუნველყოფის მიმართ. ძვირფასო კოლეგებო, ეკონომიკური განვითარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ის წარმოქმნის რესურსებს, სამუშაო ადგილებსა და მომსახურებას, რომლებიც აუცილებელია ადამიანის უფლებების სრული რეალიზაციისთვის. ბოლო წლებში საქართველოს მიაღწია შესანიშნავ პროგრესს ეკონომიკურ განვითარებაში. ზედიზედ 10 წლის განმავლობაში საქართველოს მსოფლიოში საუკეთესო ქვეყნებს შორის იყო ბიზნესის კეთების, ინვესტიციების მოზიდვისა და სამუშაო ადგილების შექმნის მხრივ. ამავდროულად ჩვენ რეალური ნაბიჯები გადავდგით უფრო თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობისკენ ქალი მეწარმეების მხარდაჭერისა და ფინანსური დახმარების მექანიზმებზე წვდომის უზრუნველყოფის გზით.